დახურული მილები ნიშნავს იმას, რომ კვერცხუჯრედი ვერ შეხვდება სპერმატოზოიდს. მაშასადამე ორსულობა შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რა მეთოდით ჩატარდა მილების გამტარობა, ჩატარდა ეს მეტროსალპინგოგრაფიით, სონოსალპინგოგრაფიით, ლაპარასკოპიით, რამდენჯერ ჩატარდა, როდის ჩატარდა, აი ეს ინფორმაციები ძალიან მნიშვნელოვანია. მილების გახსნა შესაძლებელია ლაპარასკოპიულად, მაგრამ ყველა შემთხვევაში არა. რას ნიშნავს ეს? ლაპარასკოპიულად ჩვენ ვხედავთ მილს, რომ ის არის დახურული და ვაფასებთ აი ამ შეხორცების სიმძიმეს. რამდენად მჭიდროა, რამდენად ფართეა ამ შეხორცების ადგილი და ასევე რა ადგილასაა ეს შეხორცება. რადგან ყველა შემთხვევაში მილის გახსნა არ არის შესაძლებელი. უნდა გაკეთდეს თუ არა ლაპარასკოპია, როდესაც ორივე მილი დახურულია, ჩატარდა ან რენტგენით, ან ეკოსკოპიური კვლევით და დადგინდა, რომ გაუმტარია. უნდა ჩატარდეს ზოგ შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში არა. იქ ქალბატონი წერდა, რომ აქვს 10 წლის უშულობა, მილები აქვს დახურული და შეიძლება თუ არა გახსნა. იქ სადაც არის 10 წლის უშულობა, მე არ ვიცი, რამდენი წლის ხართ, თუ ქალი არის, თქვათ, 40 ან 40-ზე მეტი წლის, ეს იმას ნიშნავს და ალბათ დიდი ვარაუდით იქნება კვერცხუჯრედების მარაგი შემცირებული. ამ შემთხვევაში რასაკვირველია, არ აქვს აზრი ლაპარასკოპიის გაკეთებას. თუმცა ეს მაინც გადასაწყვეტია პაციენტის და ექიმის. იმ კონკრეტული ინდივიდუალური გარემოებებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ექიმმა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მაინც პაციენტი. რატომ? იმიტომ რომ თუ არის კვერცხუჯრედების მარაგი ძალიან ცოტა და მილები არის გამტარი, გაკეთდა ლაპარასკოპია, მილი გაიხსნა, ამის შემდეგ შეიძლება სცადო ორსულობა დაახლოებით 4-5 თვე, თუმცა ამ პერიოდში შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს კვერცხუჯრედების მარაგი, იმიტომ რომ 40 წლის შემდეგ კვერცხუჯრედების მარაგის განლევა არის ძალიან სწრაფი, ბევრად უფრო სწრაფი, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში და შეიძლება მოხდეს ისე, რომ ქალს მომკურნალოთ და ასე ვთქვათ, დრო გაგვექცეს და ამასობაში ქალი დარჩეს კვერცხუჯრედების გარეშე. და რასაკვირველია, ამ შემთხვევაში მხოლოდ ინვიტრო განაყოფიერება საჭირო, მაგრამ თუ კვერცხუჯრედი არ არის, ინვიტრო განაყოფიერება შეიძლება მხოლოდ დონორი კვერცხუჯრედით. ანუ საკუთარი კვერცხუჯრედი თუ არა გაქვს, მაშინ ინვიტრო განაყოფიერებას ვერ გაიგებთ. აი, ამიტომ, როდესაც არის მილები გამტარი, აქ უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც ქალის ასაკი, მისი კვერცხუჯრედების მარაგის და ხარისხის მდგომარეობა, ასევე სხვა გარემოებები, ვთქვათ, მეუღლეს როგორი სპერმა აქვს და ასე შემდეგ და აი ამის საფუძველზე იქნას მიღებული გადაწყვეტილება გავაკეთოთ ლაპარასკოპია და გავხსნათ მილი, ან ვერ გავხსნათ, ყოველ შემთხვევაში გვეცოდინება ზუსტი პასუხი, თუ არ ღირს ლაპარასკოპია და პირდაპირ გადავიდეთ ინვიტრო განაყოფიერებაზე.